ერთი პერიოდი სერიალი ითვლებოდა მაგარ გოიმობად რა ეს ქნა ზოგადად სერიალებმა რომელიც 90-იანებში გადიოდა ჩვენთან მერე ზოგადად სოფლიოში ის რომ სერიალში თამაში არ არის პროფესიული უთავმოყარეობა ქნა სოპრანომ რომ კი შეიძლება იყოს მსახიობი კარგი და თამაშობდეს სერიალში არ არის ეგეთი ცოდვა ჩვენთან რომ დაიწყოს ინერციით მიდგომა იყო რომ აუ რა ვქნათ მსახიობებიც ამბობდნენ ხოლმე რა ვქნათ ეხლა შემოსავალი არის თორე სერიალში ხო არ ვითამაშებთ რატო კინო ბევრია და ხო და ის კინოც არ არის თორე აი და რაღაცა ცოტა ეგრეთ წოდებოდა ხო ცოტა არა კარგად მაგრამ მერე რამდენიმე ცოტა ისეთმა ადამიანმა რომ შეაქო ჩვენი სერიალი ვის აზრსაც კინოსამყაროს შეიძლება მნიშვნელობა ქონდეს ან რაღაც სცენა მოეწონა და მე ნინო კასრაძემ რო თქვა რომ ძალიან მინდა ამ სერიალში თამაში და ნინოც როგორი მსახიობია ხო ვიცით ნუ ეს კომპლექსი რომ აი სერიალში თუ თამაშობ მორჩა შენი საქმე წასულია ეგ აღარ იყო მით უმეტეს სერიალს აქვს ის პლუსი მსახიობისთვის რომ გეძლევა ყოველდღიურ რეჟიმში შენ პროფესიაში პრაქტიკის საშუალება რა და თუნდაც დიდი კინოსთვის შეიძლება მოემზადო და პლუს აქ ვცდილობდი რომ ქონოდათ ანუ არ მობეზრებოდათ ეს თავისი ხაზი რაც სერიალებში ხება კვერცხი შემიწვი ღვინო დამისხი წამოდავლიოთ წამოქალები ანუ ამას გავცდით რა რომ აი იდენტობის კრიზისიც ქონოდათ